გადაცემა ახალი იდეა. მეთოდი და ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი აპოლონ ჯინჯარაძე. 11 საათსა და 40 წუთზე ფრაგმენტები თბილისის დროით 11 საათი და 15 წუთია. პროგრამა ახალი იდეა. ირინე გაშელავა გესაუბრებათ. დღეს გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდზე გვინდა გიამბოთ. საგულისხმოა, რომ მეთოდის დამუშავებაში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა აპოლონ ჯინჯარაძემაც მიიღო აქტიური მონაწილეობა, რისთვისაც რამდენიმე რუს კოლეგასთან ერთად მას რუსეთის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. სამწუხაროდ ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი აპოლონ ჯინჯარაძე სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. დღეს სწორედ მის შესახებ სასაუბროდ ვესტუმრეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგეს აკადემიკოს თენგიზ ბერიძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგეს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს თეიმურაზ ლეჟავას და კრიმინალისტ დორიან როსტიაშვილს. მე მინდა საუბარი თქვენ დაიწყოთ, ვინაიდან აპოლონ ჯინჯარაძე თქვენი სტუდენტი იყო და თქვენი უშუალო ხელმძღვანელობით გადადგა ალბათ პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში, იმიტომ რომ დიდ მეცნიერ სტუდენტობაში ეღრება საფუძველი, არა? სამწუხაროა, რომ აპოლონ ჯინჯარაძის საუბარი გვიხდება როგორც მოგონება. ამჟამად სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. აპოლონ ჯინჯარაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის სპეციალიზაცია. წილი სტუდენტობის დროს გამორჩეული ახალგაზრდა გახლდათ, ბეჯითი შრომის მოყვარე, ყოველთვის მომღიმარი გამგებიანი სახით. ეს იყო აპოლონი ნამდვილად, იცით, ფიზიკურადაც დამშვენებული, მაღალი, ისეთი მოწითური სახით და თავისებური ქოჩორით, ყოველთვის მომღიმარე. აპოლონი გამორჩეული სტუდენტი გახლდათ, საუნიშნე, კარგად სწავლობდა და ამ სწავლის საწინდრად ყოველთვის ხუთებზე სწავლობდა და სწორედ ეს იყო საფუძველი, ალბათ რომ ჩვენ მივავლინეთ მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, აკადემიკოს ბერიძის ლაბორატორიაში. იქ გააკეთა კარგი სადიპლომო სამუშაო და აბრძენვალი დაიცვა ჩვენთან. აპოლონმა თავიდანვე იცით აირჩია გენეტიკა. აქ უნდა ცოტა ესეთი განმარტება გაგიცხადოთ, იმიტომ რომ დასკვნით ეს საბანკო დამთავრების შემდგომ ბანკერზე მან აღიარა, რომ უნივერსიტეტში შემოდიოდა ფიზიოლოგიის განხრით, ფიზიოლოგის უნდა მას გამხდარი იყო, რადგან ბერტაშვილის სკოლა და ესეთი, მაგრამ ღია კარის დღეზე მან გადაწყვიტა, რომ ეს წასულიყო ამ განხრით, გენეტიკის განხრით. აპოლონი მაგალითია, იცით, ახალგაზრდა თაობისათვის, მაგალითია როგორც მეცნიერი, მიუხედავად იმისა, დიდი ხანი მას არ უცოცხლია თავისი შემოქმედებითი საქმიანობის გამო, მეცნიერული საქმიანობის გამო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ სულ მოკლე ხანში ცნობილი გახდა მსოფლიოში როგორც მეცნიერი და მაგალითია იმ თვალთახედვითაც, რომ მე პირადად შეტანილი მაქვს სახელმწიფოში ადამიანის გენეტიკაში და მაგალითი გახდა იმის გათვალისწინებითაც, რომ ყველა თაობას, ვისაც მე უკითხავ გენეტიკას, ყოველთვის სამაგალითოდ ვახასიათებ და მათთვის მაგალითად წარმოსახავ სწორედ აპოლონ ჯინჯარაძეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა მეცნიერებამ, ქართულმა მეცნიერებამ დაკარგა ესეთი წამყვანი და დიდების შემოსავი, დიდების მომპოვებელი მეცნიერი. ვანათენგიზ, ახლა მე მინდა თქვენ გვიამბოთ თვითონ მეთოდზე. როგორც ცნობილია, ალექს ჯეფრისი არა მეთოდის ფუძემდებელი, მაგრამ ალბათ ბატონმა აპოლონმა წვლილი შეიტანა განსაკუთრებული, რა კი მას პრემია მიენიჭა, თანაც რუსეთის სახელმწიფო პრემია. ამ მეთოდზეც მინდა რომ ცოტა გვიამბოთ და იმ წვლილზე, რომელიც აპოლონ ჯინჯარაძემ შეიტანა ამ მეთოდის განვითარებაში.
გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდის ფუძემდებელი არის ინგლისელი მეცნიერი ალეკ ჯეფრისი. ხოლო ამ მეთოდის შექმნის თარიღად მიჩნეულია 1987 წლის იანვარი. სწორედ იანვარში, 87 წლის იანვარში აღნიშნული მეთოდით ინგლისის პოლიციამ გამოვლინა დამნაშავე, რომელმაც ორი ახალგაზრდა ვაგონა გაუპატიურა და დაახრჩა. წინა წლებში ინგლისის პოლიციამ გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდით შეისწავლა ახლომდებარე სოფლების 4500 მამაკაცი გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდით და დამნაშავე აღმოაჩინა, რომელსაც შემდეგ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დღეს გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი ფართოდ გამოიყენება დასავლურ ქვეყნებში დამნაშავეთა გამოვლენისათვის, ასევე მამების დასადგენად და სხვა. გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი რაზე არის დაფუძნებული? დღეს ბევრს ლაპარაკობენ გენებზე და ცნობილია, რომ გენების ქიმიურ საფუძველს შეადგენს ნივთიერება, რომელსაც ეწოდება დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა. და გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი სწორედ დაფუძნებულია განსხვავებების აღმოჩენაზე, რომელიც ცალკეულ ინდივიდუალებს შორის არსებობს. ისევე როგორც შემოჩენილობრივი დაქტილოსკოპიის მეთოდში შესაძლებელია ცალკეული ინდივიდუალებს შორის განსხვავების აღმოჩენა ხელის კანის კარგების მიხედვით, ასევე გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი საშუალებას იძლევა, რომ ცალკეული ინდივიდუალებს შორის განსხვავება იქნას აღმოჩენილი. თუ დამნაშავების ადგილას დატოვებულია სისხლის ერთი წვეთი, თმის რამდენიმე ბოლქვი ან და სპერმის მცირე რაოდენობა, შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია, რომელსაც ეს დატოვილი კვალი ეკუთვნის. ჯეფრისის ღვაწლი მდგომარეობს იმაში, რომ მან აღმოაჩინა სპეციფიკური მოლეკულური ზონდი, რომელთაც შესაძლებელი ხდება ცალკეულ ადამიანის, ცალკეულ ინდივიდუალებს შორის განსხვავების აღმოჩენა. რაც შეეხება აპოლონ ჯინჯარაძეს, მან აღმოაჩინა სპეციფიკური ზონდი ერთ-ერთი ბაქტერიოფაგის M13-ის საფუძველზე, რომელიც უნივერსალურია მთელი ცოცხალი სამყაროს მიმართ. ამ ზონდით შესაძლებელია იდენტიფიცირება ცალკეული ინდივიდუალების, ადამიანებსა, ცხოველებსა და მცენარეებში. აგრეთვე შესაძლებელია განსხვავებების დადგენა მიკროორგანიზმების ცალკეულ შტამებს შორის. უნდა ითქვას, რომ ამ ზონდის აღმოჩენის შემდეგ აპოლონ ჯინჯარაძე მუშაობდა მაშინ ენგელჰარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში მოსკოვში. ამ ინსტიტუტის თანამშრომლებმა ამ მეთოდის პრაქტიკული მხარე დაამუშავეს და შემდეგ ფართოდ დანერგეს კრიმინალისტიკაში. ჯინჯარაძის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ამ ზონდის საშუალებით ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პავლე ივანოვმა მოახდინა ნიკოლოზ ლაურის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟრენთელი დოლბანდის საშუალებით. აპოლონ ჯინჯარაძის სახით ქართულმა მეცნიერებამ დაკავდა დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა, რომლის შრომებს დღესაც ყურადღებით კითხულობენ და ციტირებას ახდენენ მსოფლიოს წამყვანი ბიოლოგები. აპოლონ ჯინჯარაძე იყო უაღრესად ნიჭიერი, ერუდირებული და განათლებული ახალგაზრდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი შრომის მოყვარეობა, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მისი როგორც მეცნიერის ფორმირების საქმეში. აპოლონ ჯინჯარაძის აღზრდაში რასაკვირველია ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მის მშობლებს, კალბატონ ტერეზას, ბატონ გესოს. აგრეთვე მინდა აღნიშნო, რომ მისი როგორც ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენა, ნიჭიერი ახალგაზრდის აღმოჩენა მოხერხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე გენეტიკის კათედრის რანგის პროფესორ თემურ ლაჟავას მიერ. ბატონი დორიან ოსტიაშვილი გვესაუბრება ახლა ამ მეთოდის პერსპექტივებზე და საქართველოში მისი გამოყენების პერსპექტივებზე. მე იქიდან დავიწყებ, რომ აპოლონ ჯინჯარაძე ძალიან მიყვარდა და დიდ პატივს სცემდა მას. ამიტომ ყველა ჩვენი შეხვედრა იყო რაღაც იცით სიამოვნება და ხმაყოფილებას სწორებდა ჩემში. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი წელიწადი ვიცნობდით, თანაც
ჩვენ საქმესთან დაკავშირებით ის ჩვენი საქმიანი დაკავშირება გადავიდა შემდეგ რომ ჩვენს პირად მეგობრობაში და ვხდებოდი მას უკვე როგორც მეცნიერს როგორც უმცროს ამხანაგს აპოლონი იყო ისეთი მიზანსტრაფული ადამიანი რომელიც უსაზღვროდ შეყვარებული იყო თავის პროფესიაში მე არ გამავიწყდება როგორ მიხსნიდა რა არის ადამიანის გენომი და რა სამუშაო ტარდება შეერთებულ შტატებში ამ ადამიანის გენომის შესწავლაზე როგორი აღფრთოვანებული იყო იცით ისეთი მე ვფიქრე ალბათ ასეთი ახალგაზრდებიდან გამოდიან ჩვენი მუსხელიშვილები ბერიტაშვილები და რეკოვები ალბათ ასეთი უნდა იყოს ახალგაზრდა მეცნიერი სულ მეცნიერებაში იყოს რა მე არ ვიცი რაც მისთვის მთავარი იყო თავისი პროფესია და თავისი საქმე რაც შეეხება როგორ გავიცანით აპოლონი გასვლა მოხდა ასეთნაირად იცით ერთ-ერთ ჟურნალში პუბლიკაციაში წავიკითხეთ რომ ინგლისში დაინერგა ასეთი მეთოდი გამოკვლევის ჯეფრისის ხელმძღვანელობით ეს იმდენად საინტერესო მეთოდი იყო რომ მონიტოლფასი იყო სადამე ისეთი რევოლუცია იყო კრიმინალისტიკის დარგში რა თქმა უნდა ჩვენ პირველ რიგში მივმართეთ მოსკოვს უნდა გითხრათ რომ მაშინ მე ვიყავი კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხოდა მოსკოვს მივმართეთ სამეცნიერო ცენტრს იქ იყო ესეთი უძლიერესი მსოფლიოში კრიმინალისტიკური ცენტრი რომელიც იყო საბჭოთა კავშირში კი არა არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილი ცენტრი და ვთხოვე დახმარება რომ ეს მეთოდი გვინდოდა აგვეთვისებინა მოსკოვმა გვეპასუხა რომ ეს მეთოდი ამ მეთოდის ათვისება ჩვენ თვითონ გვინდაო მაგრამ ძალიან გაჭირვებაში ვართ რომ სპეციალისტები ამ დარგში არ აყვარს თანაც ისიც დამძიმეს რომ ჩვენ ვთხოვ დახმარებასო მაშინ როდესაც თქვენ საუკეთესო არაჩვეულებრივი სპეციალისტი გაქვთ თბილისშიო რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ გაიცვა დისერტაცია ამ თემაზე დავიწყეთ აპოლონის ზებნა ამ ზებნაში მივადექით დიოქიმიის ინსტიტუტს და ბატონ აპოლონს რო შევხვდით დავწმუნდა მართლა აპოლონია იცით გარეგნულად ისეთი ლამაზი წარმოსადეგი არაჩვეულებრივი სილამაზი მომაკაცი იყო და რაც მთავარი იცით აი ჩანდა რომ სუფთა და სპეტაკი ადამიანია მის გამომეტყველებაში მის თვალებში ყველანაირად ჩანდა ეს ამბავი ვთხოვეთ აპოლონს რომ გაეწია ჩვენთვის დახმარება ამ საქმეში როდესაც დავითანხმეთ აპოლონი რომ დახმარება გაეწია ჩვენთვის ამ მეთოდის ათვისებაში წავედით მოსკოვში ერთად წავედით მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკის ინსტიტუტში რომელზეც მე ადრე მოგახსენეთ რომ იქ ერთობლივად პროგრამა შეგვიმუშავებინა რა გვინდა ჩვენ ვინაიდან მოსკოვს უნდა დაეფინანსირებინა ჩვენთვის ეს პროგრამა რო ჩავედით იქ რო დაინახეს აპოლონი მას შესთავაზეს რა გინდა თბილისი დარჩი მოსკოვში ჩვენ ინსტიტუტში გაძლევთ განყოფილებას გაძლევთ პატალკოვნიკის წოდებას გინას იმუშავე და ეთვისე ეს აგვათვისებინე ეს მეთოდი არ დათანხმდა იცით არ დათანხმდა სკარო მეუღე საკმარისად ვიყავი მოსკოვში ხა სამშობლოში უნდა დავბრუნდეო და თუ რამეს გავაკეთებო იქ გავაკეთებო ასე დავბრუნდი ჩვენ შემუშავებული პროგრამით და ჩვენი ამოცანა იყო რაში საქმე იმაშია რომ ჯეფრისის მეთოდი გამოკვლევა მისი გამოკვლევა ვრცელდებოდა
თხევად სისხლზე. ესე არ არის ბატონ თენგის. და ჩვენ კრიმინალისტებს გვაინტერესებდა მარტო თხევადი სისხლის ანალიზი კი არა. ჩვენ გვაინტერესებდა გამშრალი სისხლის, გამშრალი სპერმის და სხვა ადამიანის სხვა გამონაყოფის გამშრალის ანალიზის მეთოდის დამუშავება. ამიტომ ჩვენ დავუსახეთ ეს ამოცანა. და ამ ამოცანაზე დავიწყეთ მუშაობა მასთან. მან დაიწყო ამ ამოცანაზე მუშაობა. მეომაგრეთ ჩვენი სპეციალისტი, რომელიც მთელი ამ წლის განმავლობაში მასთან იყო და ითვისებდა მეთოდს, ერთად მუშაობდნენ. მე მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა, რომ ვეღარ დაასრულა ბოლომდე ვერ მიიყვანა ეს საქმე და მე გაგრძელდა მუშაობა ბატონ თენგის ბერიძის უშუალო ხელმძღვანელობით და კარგი შედეგებიც მივიღეთ. სამწუხაროდ ჩვენ პრაქტიკაში ვერ დამნერგეთ, ჩვენს პრაქტიკაში ეს მეთოდი ვინაიდან ხომ იცით ეს ხდება იმ წლებში, როდესაც დაიწყო არეულობა ჩვენთან საქართველოში. ხოლო ამ მეთოდის განხორციელებისათვის საჭირო იყო დიდი თანხები, რომ შეგვეძინა არჩეულობა, შეგვეძინა პრიბორები, მასალები რაც. და ამიტომ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ეხლა იმედი გვაქვს ჩვენ, რომ ჩვენი მინისტრი ძალიან დაინტერესებულია, რომ ეს მეთოდმა მიიღოს კარგი განვითარება ჩვენს მუშაობაში და იმედი გვაქვს, რომ ეხლა გამოყოფილი იქნება სახსრები და ჩვენ შევიძენთ ამ ყველა საჭირო არჩეულობას და განახორციელებთ ამ მუშაობას ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში. ამჯერად აქ უნდა დავასრულოთ საუბარი გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდზე და მის გამოყენების პერსპექტივებზე საქართველოში. იმედია, მართლაც სულ მალე საქართველოს მიეცემა იმის საშუალება, რომ პრაქტიკაში გამოიყენოს ეს მეთოდი და ბოლო მოუღოს იმ დანაშაულობებს, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ ხდება. მინდა შეგახსენოთ, ვინ მონაწილეობდა დღევანდელ გადაცემაში. ესენი იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის გაყოფილების გამგე აკადემიკოსი თენგის ბერიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგე ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ლეჟავა და კრიმინალისტი დორიან როსტიაშვილი.